არამედ მარადის კეთილსა შეუდექით ურთიერთარს ყოველთა მიმართ. მარადის კეთილს შეუდექით უპირობოდ, მხოლოდ სიკეთე. და შედეგად რას ვიღებთ? როცა ადამიანი ასე ცხოვრობს და ასე რომ ცხოვრობს, კიდევ მეორე, ეს ზნეობრივი ნორმა კი არ არის, ეს ნიშნავს ადამიანში ღმერთია და თუ ადამიანში ღმერთია, მაშინ მისი ნაყოფი, გარეგანი ნაყოფი, გნებავ-ჩინაგანი დაარქვით რა არის? მარადის გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცევდით, ყოველ საშინახ მადლობდით. აი ეს ღირებულებები, ეს სათნოებები, რომ მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა გქონდეს, ღმერთთან კავშირი, მადლიერებით ვიღვიძებდეთ, ვიძინებდეთ, მადლიერება ანუ ევქარისტია მარტო წირვიჟოს კი არ იყოს, სულ იყოს ყოველთვის და ეს იწვევდეს ჩვენში სულ სიხარულს. ეს მდგომარეობა არის მაშინ, როდესაც ჩვენში ღმერთი ცხოვრობს და თან ეს მდგომარეობა კიდევ ვიმეორებ არის სავალდებულო. იყავნება შენი მამაო ჩვენოში ვამბობ. და უცებ როცა გვეუბნება რომ მარადს გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცვიდე და ყოველ საშინახ მადლობდით, უცებ აგრძელებს რამე თუ ესე არის ნება ღვთისა ქრისტე იესოს მიმართ თქვენ და მიმართ. აი ნება ღვთისა, იყავნება შენი. ამას ვითხოვთ, რომ სულ მიხაროდეს, რომ სულ მადლობდე, რომ მოუკლებლად ლოცულობდე, მაგრამ ამას წინ უძღვის, აი ის რაც ის საიდუმლოება ადამიანის მდგომარეობისა, ქრისტიანის მდგომარეობისა, როცა ჩვენში ღმერთი ცხოვრობს. ხედავთ, როცა ჩვენ საუბრობთ ღვთისმსხნებების აღსრულებაზე, რამხელა საიდუმლოების წინაშე ვდგებით, რომელსაც ქრისტეს ჩვენში მყოფობა ქვია, სხვანაირად ეს არ გამოდის და არ გამოვა.